ჩვენ დღეს ვაგრძელებთ ერთგვარ სერიას, რაც დავიწყეთ თბილისის უბნების შესახებ. ერთი უბანი ჩვენ განვიხილეთ, მოკლედ, რა თქმა უნდა, დიდუბე. და დღეს ნაძალადევი უფრო შორს არ წავსულვართ იქვე ნახალოვკად წოდებული, რომელიც როგორც შესავალში ითქვა, იყო ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე რევოლუციური მოძრაობის მთავარი კერა თბილისში. და არ დაგვაუწყდეს ის ფაქტიც, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ჰქონდა ნახალოვკის რესპუბლიკა, რომელსაც ყავდა ჯარი, მთავრობა და მისი აღებაც ძალიან მნიშვნელოვან ამბებთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება თვითონ მუშათა მოძრაობას ჩვენს ქვეყანაში, იწყება 1860 წლიდან. ამ მოძრაობას, რა თქმა უნდა, დაემთხვა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. ყველაზე მთავარი რეფორმა, რაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება, ეს არის ბატონყმობის გაუქმება საქართველოში, მთელ იმპერიაში. 1861 წელს ალექსანდრე მეორემ ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის თანახმადაც ბატონყმობა უნდა გაუქმებულიყო იმპერიის ევროპულ ნაწილში, ეს პირობითად რომ ვთქვათ. საქართველოში პროცესი ცოტა გაიწელა. ამის მიზეზი იყო ის, რომ იმპერატორმა თავადაზნაურობას, ანუ პრივილეგირებულ ფენას გარკვეული უპირატესობები მიანიჭა და მათ სთხოვა თავად შეემუშავებინათ რეფორმის მოდელი. ესე იგი, როგორ უნდა გათავისუფლებულიყო გლეხობა, მიწით, უმიწოდ და ჩვენ გვახსოვს დებატები, თავადაზნაურობა არ იყო თანახმა, რომ გლეხები მიწით გათავისუფლებულიყვნენ და ესეთი გათავისუფლების რეფორმის ავტორი იყო დიმიტრი ყიფიანი და დიმიტრი ყიფიანის მიერ დაწერილი აი ამ მოდელის თანახმად გათავისუფლება უნდა მოხდარიყო ეტაპობრივად, გლეხები მიწით უნდა გათავისუფლებულიყვნენ და თავადაზნაურობას უნდა მიეღო კომპენსაცია. ეს იყო შემოთავაზებული მოდელი. თუმცა საბოლოო ჯამში, ახლა ძალიან რო არ შევყვეთ ამ თემას და მოკლედ რომ ვთქვათ, თავადაზნაურობამ გაათავისუფლა გლეხები მიწის გარეშე, თუმცა მიეცათ მიწის გამოსყიდვის საშუალება. მათ შეეძლოთ დაეტოვებინათ თავიანთი თემი, თავიანთი სოფელი, მამულები, რისი საშუალებაც მათ სხვა დროს არ ჰქონდათ. ისინი მუდმივად მიჯაჭვული იყვნენ ერთ ადგილს და დაეწყოთ სამუშაო, მოეგროვებინათ ფული და მომხდარიყო ამ მათი მიწების გამოსყიდვა. ცუდი ამ რეფორმაში იყო ის, რომ გლეხები სანამ მიწას გამოისყიდნენ, რჩებოდნენ ვალდებულებების ქვეშ, ანუ საბატონო გადასახადებისგან არ თავისუფლდებოდნენ. ანუ წნეხი იყო მაინც აი ამ გლეხებზე ძალიან დიდი და აი ამ პერიოდიდან იწყება გლეხების მიგრაცია. აი გადაადგილება, თუნდაც ნახალოვკა ამ ამბავს უკავშირდება. და აი წარმოიდგინეთ საქართველოს სხვადასხვა ხარეში, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა გაიცნეს ერთმანეთი. მაგალითად, მეგრელები შეხვდნენ კახელებს, რაც რისი საშუალებაც მანამდე არ არსებობდა. ანუ ყველა იყო თავის ტერიტორიაზე და შეიქმნა ესეთი სამუშაოს მაძიებელი ადამიანები იყვნენ, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ამ მიწის მესაკუთრეები გამხდარიყვნენ. ეხლა ნახალოვკას რაც შეეხება, ამ უბნის მშენებლობა უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ამ წლებში ხორციელდებოდა საქართველოში. ეს იყო რკინიგზის მშენებლობა. სხვათა შორის რკინიგზასთან დაკავშირებით ერთი გადაცემა გვჭირდება. ანუ იმდენად კი ცალკე გადაცემა, იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თვითონ მშენებლობა დაიწყო 1865 წელს. ანუ ამ მოვლენების პარალელურად დაიწყო ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელება 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან პირველი მატარებელი შემოვიდა თბილისში და დღემდე 10 ოქტომბერი. რომელი წელი იყო 1872 წელს უკვე დასრულდა. დაახლოებით 7 წელი მიმდინარეობდა მშენებლობა და აი ამ რკინიგზის გარშემო აი ქვეყანაში ჩვენ ბევრი ქალაქი გვაქვს, უშუალოდ რკინიგზის მერე შექმნილი, ხო? აი ხაშური მაგალითად სამტრედია არის უამრავი ქალაქი, რომლის აღმოცენება, ანუ აშენება რკინიგზას უკავშირდება. ეხლა რაც შეეხება დიდუბეს, როგორც კი დასრულდა ეს ხაშური თბილისის აი ეს მონაკვეთი მაშინათვე დაიწყო იმ ტერიტორიაზე, რომ დიდუბე გაიყო ორ ნაწილად რკინიგზით და აი გაღმა მხარეს ესე ეძახდნენ
მუშებმა უნებართვოდ დაიწყეს ტერიტორიის დაკავება და იქ არსებული სახლების მშენებლობა დაიწყეს. ეხლა მშენებლობა იყო უკანონო, მაგრამ კანონში იყო ერთი დეტალი, რაც საშუალებას აძლევდა მუშებს სათავისოდ გამოვიყენებინათ ეს კანონი, თუ მაგალითად სახლი იქნებოდა აშენებული და გადახურული, მისი დანგრევა არ შეიძლებოდა კანონით. ამიტომ იყო შემთხვევები ერთ ღამეში აშენებდნენ. ერთ ღამეში უცებ შეესეოდნენ, ააშენებდნენ, გადახურავდნენ და მე იმის დანგრევის საშუალება არ იყო, ასე ვთქვათ, კანონი ზღუდავდა მთავრობას და აქედან გამომდინარე, ანუ წავიდა ის სტიქიური მშენებლობები. პატარა სახლების, რომლის აშენებაც ერთ ღამეში იყო. კი, ერთ ღამეში იყო მიწურები, შეიძლება ითქვას და აი მაშინ ოფიციალურმა მთავრობამ ესეთი თავხედური მშენებლობების გამო დაარქვა ეს ნახალოვკა ამ ადგილს და ამ ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის არაფერი არ კეთდებოდა. თბილისი არ იყო გამონაკლისი იმპერიის სხვა ადგილებშიც, ანუ სხვა ქალაქებშიც, აი მსგავსი ტიპის ნახალოვკები იქნებოდა ბევრგან. ანუ შეიძლება ბევრმა არ იცის ეს სახელი რას უკავშირდება და ზუსტად ეს არის. პირდაპირ ეს რუსული სიტყვიდან გამომდინარეობს, აი ნაძალადევი შემდეგ უკვე. და შემდეგ, როდესაც აი მუშების სახელოსნოები გაიხსნა, სამუშაო სივრცე გაიხსნა და აი თავშეყრის ადგილები გაჩნდა. აი ამ მუშების და ერთმანეთს შეხვდნენ მაგალითად სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახდნენ თანამოაზრეები და აი აქედან იწყება უკვე აი ესეთი მუშათა მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში. ანუ აი ესეთი წარმოშობა აქვს. ეხლა რაც შეეხება ეტაპებს, ანუ მუშათა მოძრაობის ეტაპებს, თავიდან აი რამდენიმე ეტაპი შეიძლება თქვა, თუ მაგალითად გაფიცვები პირველ ეტაპზე ეხებოდა აი მაგალითად მეფის მიერ გატარებულ რეპრესიებს, იქ რაღაცა გადაცდომებს, რაც ეხებოდა მთავრობას, აი ამას აპროტესტებდნენ. ამიტომაც ამბობდა ალექსანდრე მეორე, სხვათა შორის იმპერატორი, რომ ან რეფორმა უნდა გაკეთდესო ზევიდანო ეტაპობრივათო, თუ არა და მოხდება ქვევიდანო სტიქიურადო. ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ აი ზემოდან უშუალო მთავრობასვე გაეუქმებინა ეს ბატონყმობა, აი ზემოდან რომ რაღაცა ესეთი ერთობა მომხდარიყო. მეორე ეტაპი აი მუშათა გამოსვლების ეს იყო როგორც კი დასაქმდნენ, მაგალითად სხვადასხვა სახელოსნოებში, საწარმოებში უკვე დამსაქმებლების წინააღმდეგ დაიწყეს გამოსვლა. ანუ ესეთი სახები იყო პროტესტმა. და მაგალითად სხვადასხვა ქარხნების მფლობელებს, იგივე სახელოსნოების მფლობელებს უჯანყდებოდნენ. მოთხოვნა იყო მაგალითად ხელფასის გაზრდა, სამუშაო პირობების შემცირება, სამუშაო დროის შემცირება და ასე შემდეგ. რაც შეეხება აი პირველ აი ოფიციალურ სახალხო პროტესტს, რომელშიც აი მუშები იყვნენ ჩართულები, ეს არის ტრამვაის მუშები გაიფიცნენ მაშინ, ეს იყო 1865 წელი, პირველი ოფიციალური საპროტესტო მსვლელობა მუშების, შეიძლება ითქვას, ესე ეძახიან და ამან დაუდო საფუძველი სხვა გამოსვლებს, რომელიც მერე 70-იან, 80-იან წლებში რაც დაიწყო. და იმდენად დიდი იყო პროტესტი ორგანიზებული და მასშტაბური, რომ მაშინ ხელისუფლება გახდა იძულებული, რომ რაღაცა დათმობაზე წასულიყო, იქ დაიწყო მოლაპარაკებები და საბოლოო ჯამში პირველმა, ასე ვთქვათ, საპროტესტო გამოსვლამ შედეგი გამოიღო. თუმცა ყოველთვის ესე არ იყო, ხდებოდა ჩახშობა და ეხლა ამას რომ რაღაცა ისეთ სახე არ მისცემოდა. ეხლა საინტერესო ფაქტი ნახალოვკასთან დაკავშირებით რა არის, მე გამოვიყენებ სიტყვას ნახალოვკას ნაძალადევის ნაცვლად, იმიტომ რომ მაინც ესე უფრო იყო ცნობილი იმ პერიოდში. პირველი არალეგალური სტამბა ამიერკავკასიაში გაიხსნა სწორედ ნახალოვკაში. პირველი სტამბა. ზოგი ფიქრობს, რომ ავლაბარში რა სტამბაც გვაქვს, იქ არის პირველი, ეს არ იყო პირველი სტამბა. პირველი სტამბა იყო ავლაბარში, მაშინ იყო ესეთი რევოლუციურად განწყობილი მუშა იყო სოლომონ აზმაიფარაშვილი, გვარი არ შემეშალოს და ამ აზმაიფარაშვილის სახლის სარდაფში გაიხსნა ეს სტამბა, ჩვენ გვაქვს ამ ადამიანის პორტრეტიც და არის ასევე დღესაც შემორჩენილია ეს სახლი ნაძალადევის რაიონში. და არის პატარა საინფორმაციო დაფაც, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ნამდვილად პირველი სტამბა იყო. ეხლა რა ხდებოდა ამ სტამბაში? იბეჭდებოდა პროკლამაციები, სხვადასხვა ენაზე ხდებოდა მასალის დაბეჭდვა და შემდეგ ხდებოდა საიდუმლოდ მისი გავრცელება. 1900 პირველ წლამდე საქმისთვის სჭირდებოდათ მოკლედ ამ თავისი საპროტესტო მიმართულებისთვის იყო სტამბა საჭირო და ამიტომაც სტამბა იყო საჭირო. აი ეს სახლია დღეს
რაც არის აქ ვიცი არაფერი არ არის ამჯერად საცხოვრებელი სახლია, მაგრამ აქ იყო ზაფხულიდან კი დაახლოებით 1 წელი კი იყო საიდუმლოდ სარდაფში, იმიტომ რომ ის ძალიან კარგი რეპუტაციით მოსარგებლე მუშა იყო ეს აზმაი ფარაშვილი და მის სახლში იყო გახსნილი. შემდეგ მოგვიანებით აი სტამბები გაიხსნა ჩუღურეთში, გაიხსნაავლაბარში, აი დღევანდელი სტამბა, რომელიც მართალია სტალინის სტამბით არის ცნობილი, სტალინის დიდად არ უკავშირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი არალეგალური სტამბების, აი ინიციატორები, აი ეს მუშათა გაერთიანება იყო, რომელიც აი ვთქვათ, ნერგავდა და ახორციელებდა ამ რევოლუციურ იდეებს. ეხლა ყველაზე შესავალშივე ვთქვით, რომ საოცარია ის ფაქტი, რომ 1905 წელს გქონდა თბილისში ქალაქში რესპუბლიკა ხალოვკის რესპუბლიკა ეს არ არის გაზვიადებული 1 წლის მანძილზე მთლიანად ხელისუფლება ამ პროლეტარიატმა გადაიბარა სოციალ-დემოკრატი მუშები მართავდნენ ყავდათ ჯარი შეიარაღებული ჯარი ეს იარაღის გადმოტანის ისიც არის ხვით შემოიტანეს ეს იარაღი იყვნენ შეიარაღებულები და ქონდათ გარკვეული მოთხოვნები ანუ იმდენად თან 1905 წელს თუ გავითვალისწინებთ რა ხდებოდა ზოგადად იმპერიაში ეს იყო ძალიან მასშტაბური აჯანყება რომელიც დაიწყო პეტერბურგში სხვათა შორის აი მუშათა მოძრაობას რო გაუსვათ ხაზი მუშათა მოძრაობის დროს აი თუ მაგალითად პირველ ეტაპზე მუშები ითხოვდნენ პურს 1905 წლის აჯანყება რო აღარ მოგვეცი პური იმიტომ რომ გავრცელდა ესეთი ხმები რომ თითქოს იმპერიაში პური არ იყო და სინამდვილეში ვაგონებმა დააგვიანა მოსვლა და ეს გამოიყენეს სათავისოდ იმისთვის რომ მასობრივი აჯანყება დაწყებულიყო და პურიდან შემდეგ მოთხოვნები უკვე გადავიდა მეფეზე ანუ ძირს მეფე და უკვე სოციალური თემებიდან მუშები უკვე გადავიდნენ პოლიტიკურ თემებზე ანუ ითხოვდნენ უკვე პოლიტიკურ განსხვავებას და თბილისშიც აი ასევე მე მგონი იმპერიის არც ერთ ნაწილში არ ყოფილა ისეთი მასშტაბური გამოსვლები როგორც იყო 1905 წელს თბილისში და მოკლედ იყო ესეთი რესპუბლიკა, თუმცა 1 წელი, ახლა არ არის პატარა ამბავი ესეთი უბანში ესეთი რესპუბლიკის არსებობა, მაგრამ წელი ამისთვის ნამდვილად ცოტა კი არა ძალიან ბევრია მე თვითონ მკითხავთ, ანუ სუფთა რეგულირების თვალსაზრისით ძალიან რთული მოცემულობაა. ნამდვილად ასეა და შემდეგ უკვე ხელისუფლებას, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას დასჭირდა ჯარის გამოყვანა 1000 კაცი გამოიყვანეს მათ შორის ცხენოსანი ჯარი артиლერიის გამოყვანა გახდა საჭირო იმისათვის რომ ნახალოვკის რესპუბლიკა აეღოთ ანუ იმდენად ისეთი ვითარება იყო და ზარბაზნები დაუშინეს მოკლედ და საბოლოო ჯამში გარდაიცვალა 9 მუშა ხა კი ვიცით ჩვენ მანამდე საუბრობდით ამ თემაზე 9 მარიცის კი 9 მუშა დღეს აი ნახალოვკისკენ რო არის 9 ძმის ქუჩა მალაკნების ხეთის ქვეშ არ არის ზუსტად 9 ძმის ქუჩა და ეს არის ის რევოლუციონერი 9 მუშა და არა 9 ძმა ხერხეული რომელიც დარწმუნებული ვარ 10-დან 900 თუ არა 10 მათ შორის მეც ეგრე ვიყავი ეგონა რომ 9 ძმა ხერხეულიძეს იყო თუ რაღაცა რამდენიმე თვის წინ გავიგე წიგნიდან და არის მემორიალი სხვათა შორის იმ 9 ძმის მემორიალი და სხვათა შორის კუკის სასაფლაოზე დამარხვის უფლება არ მისცეს მაშინ და სხვაგან მოხდა მათი დამარხვა და ასეთი ამბავი იყო აი 9 ძმის ქუჩა გარდა ამისა ნაძალადევის ტერიტორიაზე იყო ყოველ შემთხვევაში ეხა აღარ არის მე არ მომწონს ტენდენცია როცა აი ძველი სახელები ეცვლებათ აი თითქოს აი ისტორია იკარგება იმიტომ რომ ეხა ქუჩების ისტორიას ჩვენ ნაკლებად ვიკვლევთ არა და ქუჩის დასახელებები ბევრ რამეს გვეუბნება მაგალითად იყო საყვირის ქუჩა მიტინგის ქუჩა და იმის მიხედვით რა აქტივობები იმართებოდა კი იმ აქტივობების რომელიც იმ პერიოდში იყო დარქმეული და ნუ ამ ქუჩებმა რა თქმა უნდა სახელი შეიცვალა და სახელთან ერთად შეიცვალა მოკლედ დაიკარგა ისტორია მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ეხლა რაც შეეხება ორივე სიტყვით უნდა ვახსენოთ სტალინი იმიტომ რომ სტალინის პოლიტიკური კარიერა მოდით ასე ვთქვათ პირდაპირ მჭიდრო კავშირშია მუშათა მოძრაობასთან ისიც აი ამ ნახალოვკაში ამ არაერთხელ იყო მაგალითად ზოგიერთი საპროტესტო გამოსვლის თუ ინიციატორი და ასე შემდეგ თუმცა როდესაც სიტუაცია მოვლენები იცვლება ქვეყანაში დრამატულად 1921 წლისთვის აუცილებლად უნდა ვთქვათ ის რომ როდესაც წითელი არმია შემოვიდა თბილისში 25 თებერვალს კი ვიცით ეს ამბავი 7 ივლისს
უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ისე ჩამოდის სტალინი თბილისში. ეხლა სტალინი თბილისში, როგორ ფიქრობთ, რა უბანში გადაწყვეტს შეხვედრის მოწყობას? ვაი. თავისთავად ცხადია, ნახევარკაში, ნაძალადევის თეატრში დაიგეგმა შეხვედრა, სადაც შეხვედრას ესწრებოდა 5000-ზე მეტი მუშა. და ცნობილი ფაქტია ის, რომ სტალინმა, როდესაც დაიწყო სიტყვით გამოსვლა, მან მუშებს მიმართა რუსულად. და ამაზე იყო უმწვავესი რეაქცია, მაგალითად, ისიდორე რამიშვილმა მას მოსთხოვა კატეგორიულად, რომ თუ უნდოდა საუბრის გაგრძელება საერთოდ ქართულად ესაუბრა და მოკლედ აი ამ შეხვედრაზე ეს შეხვედრა იყო სრული კრახი სტალინის კარიერაში, იმიტომ რომ მუშები მას ადანაშაულებდნენ და ხელისუფლებას, ვისაც ის წარმოადგენდა ხალატში, მოითხოვდნენ ენის პატივისცემას, მშობლიური ენის პატივისცემას, გარდა ამისა ჯარის გაყვანას და სხვა ბევრი რამ, მოკლედ მუშებთან შეხვედრა. ამ თეატრზე მინდა მეკითხა, ეს თეატრი არსებობს დღეს? ნაძალადევის თეატრი ეხლა კი ბატონო, იგივე თეატრი. ის ხო 16-მეტიანებთან ეგრეთ წოდებული unit hall-ი სადაც ბახში. ეგ ის თეატრია, კი. ირა საინტერესო. და აქედან გამომდინარე, სტალინისთვის მუშებთან შეხვედრა იყო ერთ-ერთი მძიმე მოვლენა, რომლის შემდგომაც მას უკვე არ ქონია მცდელობა ისევ მუშებთან რაღაცა დაელაგებინა. თუმცა 13 ივლისს აი ამ პირველი წარმომადგენლები, აი ამ მოძრაობის მაშინვე იქნენ დაპატიმრებულები. ის კი არა ისიდორე რამიშვილი დააპატიმრეს, გადაასახლეს და საბოლოო ჯამში 37 წლების რეპრესიების დროს ის საერთოდ დახვრიტეს. მოკლედ ესეთი ამბავი იყო. არ დაგვაუწყდეს ჩანიშნული მქონდა, რკინიგზის სახელოსნოში მუშაობდა და ნაძალადევში ცხოვრობდა ასევე ძალიან ცნობილი მწერალი მაქსიმ გორკი. ცნობილი როგორც ალექსეი პეშკოვი და ის გადასახლებული იყო აქ გარკვეული პერიოდი აქ იყო მუშებთან ერთად და აქ დაწერა მან თავისი პირველი მოთხრობა მაკარ ჩუდრა და აქ დაბეჭდა მაშინ გაზეთმა კავკაზმა ამის შესახებ. რაც შეეხება თანამედროვე პერიოდს, როდესაც მოვიდა უკვე ბოლშევიკური ხელისუფლება, ნაძალადევს უკვე დაერქვა ლენინის რაიონი, კი, ძალიან, იმიტომ რომ თავარი საყრდენი მაინც იმ რეჟიმის პროლეტარიატი იყო და უბნის კეთილმოწყობა და განვითარება უკვე უკავშირდება საბჭოთა პერიოდს. აი დღევანდელი მთავარი ქუჩა რაც არის ის დადიანის ქუჩა, ადრე ამ ქუჩას ერქვა ოქტომბრის ქუჩა და მეტროც, რომელიც 1966 წელს გაიხსნა, მეტროსაც დაარქვეს ოქტომბერი მაშინ. და ამ ქუჩას კინო ოქტომბერი იყო აღმაშენებელზე, ხო, კარგარეთელის ქუჩაზე. კარგარეთელის ქუჩაზე, აპოლო, ძველი აპოლო, იმასაც კინო ოქტომბერი ერქვა. სხვათა შორის იმ ქუჩაზე, ოქტომბრის ქუჩა, დღეს რო დადიანი ქვია, ადრე იყო ტრამვაი. კი. და 2000 წელს მოხდა ამ ტრამვაის დემონტაჟი. ეს ხანაც ჩამოდიოდა, პლეხანოძეც ეგ ტრამვაი ჩამოდიოდა, აი ჯავახიშვილის ქუჩაზე რო ტრამვაი იყო, სუმად მოძრაობდა მახსოვს და რაღაცა პროექტაში. ხო, იმიტომ რომ მაგ ტერიტორიაზე მე მახსოვს ნახევარკაშიც იყო ეს და მე ერთიანად აიღეს. და აი როგორი სამწუხაროა ძალიან სამწუხარო. ერთ-ერთი იმიტომ რომ დღეს ევროპის ძველ ქალაქებში რომ მიდიხარ, ერთ-ერთი ღირს თან ახლა ტრანსპორტზე ვაპარაკობ, ღირს შესანიშნავი, მაგრამ მართლა ეგრე არის. ტრამვაი იმდენად ესთეტიკურად ლისაბონში სხვა შორის მაგის გამო როდინდელი ტრამვაია კი გეცოდინება, არც შეუცვლიათ, იმიტომ რომ ძალიან პატივს ცემდნენ იმ მემკვიდრეობაზე. ჩვენთან ასე გააქრა სამწუხაროდ. სიძველე საუცებლად უნდა შევინარჩუნოთ. ბუდაპეშტში იგივე ძველი მეტროს ვაგონი არის შენარჩუნებული და იმიტომ რომ პირველი მეტრო ბუდაპეშტში გაიყვანეს და ვაგონი არის შენარჩუნებული. იგივე თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე წუთი, ხო? გარდა იმისა, რომ მაგალითად აი ტრამვაის თემა, რომლის აღდგენა იქნებოდა აი ბრწყინვალე და შესანიშნავი, ასევე ჩვენ გვისაუბრია კიდევაც მტკვარზე სამდინარეო ტრანსპორტის გაკეთება. რაც რამდენ პრობლემას მოხსნიდა, ხო? იმიტომ რომ ეხლა არის ბეტონის ჯებირებში მოქცეული და სეირნობის დროს შეიძლება გვინახავს ჩასასვლელები.
ანუ გაჩერებები იყო გაკეთებული. ეს იყო? რა თქმა უნდა, ეს საბჭოთა პერიოდში ამის იდეა არსებობდა. გაჩერებები უკვე გააკეთეს, ანუ სამდინარეო ტრანსპორტი უკვე უნდა გაშვებულიყო და მოხდა ისე, რომ სიტუაცია შეიცვალა და პროექტი ჩავარდა. იმის მერე აი რამდენი წელი გავიდა და ეს პროექტი არავინ არ განახორციელა. სხვა შორის ეს სულ მიკვირდა ელზე, იმიტომ რომ ამ ხელო მდინარე ესეთი მნიშვნელობის მდინარე კონდეს დედაქალაქში და მისი სანაპიროები ათვისებული არ იყოს, ან საფეხმავლო გზა, ეს ტურისტები სხვა შორის რომ გული მისკდება, რომ ხედავ იქ რომ დადიან, ან გარ გადავარდნენ, ან გზაზე არ გადმოვარდნენ, აბსოლუტურად აუთვისებელია, მაშინ როცა შეიძლება და ულამაზესი სანაპირო ქონოდა ორივე მხარეს. აი სატრანსპორტო, სამდინარეო ტრანსპორტი სრულად შეცვლიდა, აი დედაქალაქს აჩუქებდა მდინარეს, ანუ დაუბრუნებდა ფუნქციასაც. დედამდინარეს ვეძახდით და დღეს საერთოდ პრაქტიკულად მხოლოდ გადავდივართ, გადმოვდივართ, აი მეტი ფუნქცია. ერთი კაი მერი დავხატავს და